გამარჯობა, ტელერადიო კომპანია ობიექტივის პირდაპირ ეთერში ვიწყებთ ინტერაქტივს. მე ვარ ჟურნალისტი ილია ჩაჩიბაია. ამ დროიდან ჩვენს ერთგულ მაყურებლებს და რადიო მსმენელებს შეგიძლიათ დაკავშირება ნომერზე 557 88 95 საინტერესო ინფორმაციით მინდა დავიწყოთ დღევანდელი ჩვენი გადაცემა და სწორედ ამ თემაზე გკითხოთ თქვენი შეხედულების თაობაზე მაყურებლებს და რადიო მსმენელებს. ღაზაში ომის შემდგომი მშვიდობის შესანარჩუნებლად საერთაშორისო სამშვიდობო ჯარის შეკრება იგეგმება და ერთ-ერთი ქვეყანა, რომელსაც ჯარის გაგზავნას სთავაზობენ, ეს საქართველოა. საქართველო და ვიეტნამი ღაზაში სამშვიდობო ჯარების გაგზავნაზე მოლაპარაკებებს მართავენ. ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს ტელეკომპანია მე-12 არხი. ეს გახლავთ ისრაელში არსებული ტელევიზია. მე-12 არხი ასევე იტყობინება, რომ მიმდინარეობს აქტიური მოლაპარაკებები საქართველოსთან და ვიეტნამთან ღაზაში ჯარების გაგზავნის თაობაზე. შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში ისინი შეუერთდებიან საბერძნეთს, მაროკოს, ინდონეზიას, კოსოვოს, ყაზახეთსა და ალბანეთს, რომლებიც ძალების გაგზავნას უკვე დათანხმდნენ. საქართველო და ვიეტნამი აღნიშნულ ინფორმაციაზე კომენტარს არ აკეთებენ. აქვეყნებს ამ ინფორმაციას ვიმეორებ ისრაელის ტელეკომპანია მე-12 არხი. დღევანდელი ჩვენი შეკითხვა შესაბამისად ინტერაქტივში ასეთი იქნება, უნდა გაემგზავროს თუ არა ქართული ჯარი ისრაელში, უпростоრად ღაზას სექტორში სამშვიდობო მისიაში მონაწილეობის მისაღებად. რას ფიქრობთ ამ საკითხზე, როგორია თქვენი პოზიცია, ამ დროიდან შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ. შეგახსენებთ კიდევ ერთხელ, ვინც ახლა შემოგვიერთდა, რომ ისრაელში არსებული ტელეარხი მე-12 აქვეყნებს ინფორმაციას, სადაც ჩვენ ვგებულობთ, რომ მიმდინარეობს საქართველოსთან მოლაპარაკებები, რომ ქართული ჯარი გაიგზავნოს ღაზას სექტორში და მონაწილეობა მიიღოს იმ სამშვიდობო მისიაში, რომლის ფორმირებაც ახლა მიმდინარეობს და ამ მისიაში უკვე წარმოდგენილი არიან საბერძნეთი, მაროკო, ინდონეზია, კოსოვო, ყაზახეთი, ალბანეთი. ამ ეტაპზე კი მიმდინარეობს მოლაპარაკებები ვიეტნამთან და საქართველოსთან. უნდა გაიგზავნოს თუ არა ქართული ჯარი ღაზას სექტორში, ეს არის დღეს ჩვენი შეკითხვა. უნდა მიიღონ თუ არა მათ მონაწილეობა ისრაელის მიერ ფორმირებულ ამ სამშვიდობო მისიაში, რომელზეც არის საუბარი და რომელსაც ინფორმაციის სახით გვატყობინებს ისრაელში არსებული ტელეკომპანია. საქართველოში ჯერ ამ თემასთან დაკავშირებით ოფიციალური კომენტარი არ გაკეთებულა, ასე ვთქვათ, დიდია ინტერესი, დიდია მოლოდინი ამ თემის ირგვლივ. 557 88 95 88 ღაზაში ომის შემდგომი მშვიდობის შესანარჩუნებლად საერთაშორისო სამშვიდობო ჯარის ფორმირება მიმდინარეობს, რომელთან მიმართებაშიც საქართველოც განიხილება და საქართველოსთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები ამასთან დაკავშირებით. ზარია ეთერში, გისმენთ, გამარჯობა. თქვენ ეთერში ხართ, გაითიშა როგორც ჩანს 557 88 95 88. საქართველო და ვიეტნამი ღაზაში სამშვიდობო ჯარების გაგზავნაზე მოლაპარაკებებს მართავენ. ამის შესახებ შეგახსენებთ ინფორმაციას ავრცელებს ისრაელის ტელეკომპანია მე-12 არხი. მე-12 არხი ასევე იტყობინება, რომ მიმდინარეობს აქტიური მოლაპარაკებები საქართველოსა და ვიეტნამთან ღაზაში ჯარების გაგზავნის თაობაზე. შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში ისინი შეუერთდებიან საბერძნეთს, მაროკოს, ინდონეზიას, კოსოვოს, ყატარსა და ყაზახეთსა და ალბანეთს. ვკითხულობთ ინფორმაციაში. ზარია ეთერში, გისმენთ? ალო. მოგესალმებით, გამარჯობა. მოგესალმებით, ზენაჩვენ. მე რაჩეს გულიწე? დიახ. ეს საჩესაკი არის გავიარე, ამას გამსახურები და ვიეტნამში. მე იქვე გავედი, სადაც პარტიის წევრი ვარ. მე მიწვნი ამ მიტაყვაზე მოვდე. ამ მეგობარი მიწევს, ამ ხალხი ამ ვიღაცა და იქ არც ბიძაშვილი არც თუნათესავი არ ხალხო. აღარ თქვენ სიმაგავს ვასაკნეს ხაზაში ქართულ ჯარს. აკაურობას მიხედო, აკაურობას ჩვენ ვეღამაც. რო უკულისკენ მიდივა. აკან წახები. დიახ. გონია არ მოგეწონა შემელაბანაკი არ მოგეწონა. არ ვამბობ არაფერს, რატომ? არანაირი კომენტარი არ გამიკეთებია. კარგად ბრძანდებოდეთ. დიდი მადლობა. საუბრის პირველი ნაწილი საერთოდ ვერ გავიგონე სამწუხაროდ, იმედია ეთერში ისმოდა, მაგრამ მეორე ნაწილი გავიგე თქვენი აზრი საქართველოს
შეიარაღებული ძალები ღაზაში არ უნდა გაემგზავრონო, ამბობთ თქვენ. მინდა გითხრათ, რომ მთელი საზოგადოება გააოცა იმ ინფორმაციამ, რომელიც დღეს შევიტყვეთ. ისრაელის ტელეკომპანია მე-12 არხი ავრცელებს მონაცემებს, ინფორმაციას, რომლის თანახმადაც საქართველოსთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები, რომ ღაზაში მათ სამშვიდობო მისიისთვის გაგზავნონ ჯარი, ანუ ქართული ჯარი ღაზაში შესაძლოა გაიგზავნოს. რას ფიქრობთ ამაზე? უნდა მოხდეს თუ არა ეს და იქნებ დაგვისაბუთოთ კიდევაც რატომ ეთანხმებით ან არ ეთანხმებით ეს თავისუფალი ინტერაქტიული გადაცემაა და ნებისმიერი მოსაზრების მოსმენისთვის მზად ვართ, ასე ვთქვათ, არ არსებობს აქ ერთი კონკრეტული პასუხი, რომელსაც პირადად მე ჟურნალისტი მხარს დავუჭერ ან შევეწინააღმდეგები. ახლა ხაზი თავისუფალია, სტუდიის ტელეფონის ნომერია 557 88 55 88. ღაზაში ომის შემდგომი მშვიდობის შესანარჩუნებლად საერთაშორისო სამშვიდობო ჯარის ფორმირება ხდება და ერთ-ერთი ქვეყანა, რომლის მონაწილეობაც შესაძლოა მოხდეს, ეს საქართველოა და მოლაპარაკებები მიმდინარეობს. რას ფიქრობთ ამაზე? ზარია გისმენთ. გამარჯობა ილია, მოგარგო. გამარჯობა ბატონო, მოგესალმებით. შემოგევნოს თქვენი თავი ქართველები ისედა დაგნები ვარ, ცოტანი ვარ და ეხლა რაზა ჩვენ დავიცვათ, ეს შანტაჟ გავს. თუ ჯარს არ გამოგიგზავნი დაგარყამთ, ამას ზეუნება ისრაელი. ერთი ჯარის კაცი არ არის გასაკვირი და თუ ქვეყანას უნდა მშვიდობა ისევ მართლმადიდებელი ქვეყანას რუსეთში გავგზავნით ჯარს და დაუდგებოდი რუსეთს. იმიტომ რომ რუსეთი ყველა ჯობია ცენტრალ. და რომელ ომში დავუდგეთ რუსეთს უნდა გვერდით? უკრაინის წინააღმდეგ? მართალ ომში. ამართია რომ მთელი დასავლეთი ევროპის მართლმადიდებლობას, ქრისტიანობას და ჩვენ არავინ არ გიქვერის თუ რუსეთმა არ გიქვედა. მე რუსეთის ფანიკი არა ვარ, მაგრამ ხედავ სიტუაცია ჩემო იდიათო რომ ერი არავისი არა ვარ, მაგრამ ისრაელის კონტრა ბომბავს, ხოცავს, ჩვენ დავაუნდა. რატო დაიწყო ეს ომი? ამერიკას რატო მოუწინა? გასაგებია თქვენი მოსაზრება, არც ერთ შემთხვევაში არ დავეთანხმები იმ აზრს, რომ ახლა ჩვენ ჯარი უნდა გავგზავნოთ რუსეთის მხარდასაჭერად 150 მილიონიანი სახელმწიფოა და თავისი შეიარაღებული ძალები ჰყავს და მით უმეტეს უკრაინის წინააღმდეგ ჩვენ რა გვაქვს საომარი უკრაინელ ხალხს რას ვერჩით, ხო? ეს მეგობარი ხალხია ჩვენი ქვეყნისთვის. შესაძლოა იქაური მთავრობა არ მოგწონდეს, მათი პოლიტიკა არ მოგწონდეს საქართველოსთან მიმართებაში, მაგრამ ხალხთან არაფერი არ გვაქვს ჩვენ საომარი. და საერთოდ ჩემი აზრით საქართველო უნდა იყოს სამხედრო კუთხით მიუმხრობელი ქვეყანა. ობიექტივმა ამაზე არაერთი გადაცემა გააკეთა, გახსოვთ თქვენ რომ სამხედრო მიუმხრობლობის მოდელი უნდა ავირჩიოთ. აი შვეიცარიის ტიპის მიუმხრობელი ქვეყანა იქნებოდა საუკეთესო ეკონომიკურად განვითარებული. ზარია, გამარჯობა. გამარჯობა. მოგესალმებით. რა სიტყვით ამ თემაზე ყველა გააოგნა ამ ინფორმაციამ, რაც დღეს გავიგეთ? ისე საერთოდ ჩემი აზრით უგიდათ ჩემი აზრით ტელევიზორის ხმა გაფერხებთ ბატონო, იქნებ გამოურთოთ ამ ტელევიზორს ხმა. წყვეტილად იმიტომ საუბრობთ, რომ იქ გინდათ გაიგონოთ თან თქვენი ხმა და ეს ვერ ხერხდება ტექნიკურად. არა ვიცი, მე მინდა უბრალოდ ჩემი მოსაზრება გითხრათ. კი ბატონო, გისმენთ, დაიწყეთ და ნუ გაჩერდებით. არ გავჩერდები. ის უკან მოდის, გავალ გარეთ. ოდან კეთილად სოფლიო რომ გაიცნოს საქართველოს მარტო ამიტომ ღირს იქ გავიზავნა ჯარი. მე არა ვარ მონქრე საერთოდ ჯამში არა ვარ, მაგრამ მე უფრო სხვანაირად ვფიქრობ. დიახ. აი რატომ სოფლიომ გაიცნოს საქართველო? რა კუთხით უნდა გაიცნოს? საქართველო რომ მონაწილეობს სამშვიდობო მისიაში, ამას ეს დიდი სახელია სახელმწიფოსთვის. დიახ. ბოდიში კარგით, გავიგეთ თქვენი სათქმელი, სხვათა შორის სოციალური ქსელების მეშვეობით არაერთი ურთიერთ გამომრიცხავი კომენტარიც გავრცელდა მედიის ზოგიერთი ნაწილის მეშვეობით, ზოგიერთმა ექსპერტმა ისიც დაწერა, რომ ჩვენი ჯარისკაცებიო იქ გამოცდილებას მიიღებენო.
მეორე ნაწილი კატეგორიული წინააღმდეგია, რომ ღაზას სექტორში გაემგზავრონ ქართველი ჯარისკაცები და იქ მიიღონ სამშვიდობო მისიაში მონაწილეობა. თქვენ რას ფიქრობთ, ჩვენი მაყურებლები და რადიო მსმენელები? ზარია, გამარჯობა. გაითიშა სამწუხაროდ. დღეს გავიგეთ ახალი ამბავი, რომელიც ისრაელში მოქმედმა ტელეკომპანიამ 12 არხმა გაავრცელა საქართველო და ვიეტნამი ღაზაში სამშვიდობო ჯარების გაგზავნაზე მოლაპარაკებებს მართავენ. იტყობინება ეს ტელეკომპანია მოულოდნელი იყო სიმართლე გითხრათ და გამაოცებელი ეს ინფორმაცია. 12 არხი ასევე იტყობინება, რომ მიმდინარეობს აქტიური მოლაპარაკებები საქართველოსთან და ვიეტნამთან ჯარების გაგზავნის თაობაზე. შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში ისინი შეუერთდებიან საბერძნეთს, მაროკოს, ინდონეზიას, კოსოვოს, ყაზახეთსა და ალბანეთს, რომლებიც უკვე დასთანხმდნენ ამ შემოთავაზებას. საქართველო და ვიეტნამი ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებენ, დასცენს 12 არხი. სარია, გამარჯობა. ალო, გამარჯობა. მოგესალმებით. უნდა წავიდნენ თუ არა ქართველი ჯარისკაცები ღაზაში? ძალიან მოკლედ გეტყვით, საუბარი შორტად იყოს, მაგრამ პირველი საკითხი რა თქვენ შეკითხვას მინდა გავცე, არავითარ შემთხვევაში არ მაგააგზავნოს. მეორე საკითხი. დიახ. დღეს უკვე ჩემო კარგო. თელი დედამიწა არის არემ, აი მარტივენაზე რო ვთქვი. თელი მსოფლიო ხოელის ჩვენ მოგწონს, არ მოგწონს, რუსეთს ებრძვის, თელი დასავლეთი ებრძვის. ხედოლებაში მაქვს უკრაინა, რუსეთის ომი. დაუშვათ ერთ ჩვენი დღეს ღმერთთან უკნას არავის მოსწობა არ მინდა. თვითონ პუტინმა გამოაცხადო, რომ დაიშალა რსფსრ-ი, ასე რომ ვთქვა, რუსეთი. გახრა რუპიდან ასე ვთქვა. დაუშვათ ღმერთთან უკნას კიდე არავის იმაში არ ვაკრინდა. ჩაიქნია ხედა რა ფინანსი, როგორ სოფლიო დაწყნარდება? აი რუსმა არიომა გაჩერდა, გაიყინა. წააგო ყველაფერი და დაინაწილეს რუსეთი, ხო ვინ დაინაწილეს? მე რა ხდება ჩვენი ადგილი სად არის? მადლობთ ყველაფერში. კარგით, დიდი მადლობა. უნდა გაგზავნოს თუ არა საქართველოს ჯარი ღაზას სექტორში სამშვიდობო მისიაში მონაწილეობის მისაღებად, ეს დღეს ჩვენი თემაა ინტერაქტივში. რას ფიქრობთ ამასთან დაკავშირებით მაყურებლები და რადიო მსმენელები? ახლა ხაზი თავისუფალია, თუმცა უკვე ზარია. გამარჯობა, გისმენთ. დაიწყეთ საუბარი, ტელევიზორს გამოურთეთ ხმა ბოლომდე, ეს შეგვაფერხებს ჩვენ და საუბარს ვერ გავიგონებთ. ალო. ქალბატონო, ტელევიზორს ხმა უნდა გამოურთოთ ბოლომდე და დაიწყოთ. თური მაქვს ტელევიზორი მთლიანად. დაიწყეთ მაშინ საუბარი, ეთერში ხართ. არავითარ შემთხვევაში ჩვენ ჯარს სხვასთან საუბრად არ არის საჭირო. თუ გაგზავნა უნდათ თავრობამ თავანთი შვილები გაგზავნონ. კეთილი. სხვის შვილებს კი მოეპატიმებიან სასიკვდილო იმაზე. დიახ. მადლობთ, გასაგებია თქვენი მოსაზრება ჩვენს თემასთან დაკავშირებით. უნდა გაგზავნოს თუ არა საქართველოს ჯარი ღაზას სექტორში სამშვიდობო მისიაში მონაწილეობის მისაღებად. დღეს გავრცელდა ეს ინფორმაცია, რომ ისრაელი და საქართველო მოლაპარაკებებს აწარმოებენ ღაზას სექტორში ომის შემდგომი სამშვიდობო მისიის ფორმირების პროცესში და შესაძლოა ქართული ჯარი გაიგზავნოს ღაზას სექტორში. ზარია, გამარჯობა. ხემშვიდობისა, მოგესალმებით. ბატონოილი, ახლა შემოვიდი და მივხვდი რა თამბარი. დიახ. გაიგზავნოს თუ არა ქართული ჯარი აი ისრაელის მშვიდობაზე. აი ჩვენი ჯარისკაცები იყვნენ ავღანეთში, იყვნენ ერაყში, რომელიღაც აფრიკის ქვეყანაში არ მახსოვს ის ქვეყანა. კი. რამდენი ჩვენი ჯარისკაცები მეუბნება. ჩვენ გამოვიდების შემდეგ რამდენი უბედურება გადავიდა და მე გამოგზავნა ჩვენთან ჯარი. ვინ დაგვიფასა, ვინ შეგვიფასა და რა ყველა მიმართ ხილროძიყოთ ასეთი ვიდეომი აგვიფასებენ და არ უნდა გავხსნათ რა თქმა უნდა საფხავ ჩვენ იმდენი ჯარი და უბედურებაში რომ დავსამჩნევი ჩვენი ჯარისკაცები. მე რომ კითხონ თქვენ წინააღმდეგი ხართ. გასაგებია. მადლობა თქვენ.
რომ დაგვიკავშირდით და თქვენი სათქმელი ბრძანეთ. პირდაპირ ეთერშია ინტერაქტივი, ვინც ახლა შემოგვიერთთ და გეტყვით, რომ დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომელსაც ისრაელში მოქმედი ტელეარხი მე-12 ავრცელებს და ამ განცხადებაში ნათქვამია, რომ შესაძლოა ისრაელში, უпростоრად ღაზა სექტორში გაიგზავნოს ქართული ჯარი. მოლაპარაკებები მიმდინარეობს ყოველ შემთხვევაში ამაზე საქართველოს ხელისუფლებასთან. ამას ამბობს ეს ტელეკომპანია. ზარია, გამარჯობა, გისმენთ? გამარჯობა. მოგესალმებით. და არა ვარ ესწავლე პატარა ასაკი რომ არ ვიცოდე ქართული ჯარი ხოვრება. გამიგე არა მეზობელი ამხანაგის ანრიმე ჯარი როქია მომზადე ქალბატონო, ძალიან ცუდად ისმის თქვენი ხმა, იქნებ კონკრეტული პასუხი თქვათ, უნდა დაგემშვიდობოთ, დიახ ან არა? თქმა უნდა არა, გავიგეთ სათქმელი, მადლობა, უბრალოდ ცუდად ისმოდა და მთავარი ის არის, რომ თქვენი პოზიცია მოგვაწვდინეთ და ეს მაინც გავიგეთ, რომ არ ხართ თანახმა, რომ ეს მოხდეს. ბუნებრივია, ჯანსაღ სახელმწიფოში ჯანსაღი პროცესი იქნებოდა ის, რომ ყველა გადაწყვეტილების მიღების წინ კითხვა დაუსვან ხალხს. მოისმინონ ეს გადაცემა, თვითონაც მოამზადონ მსგავსი ტიპის ინტერაქტიული გადაცემები ხელისუფლების წარმომადგენლებმა და კითხონ მოსახლეობას აზრი. ობიექტივი ამით არის ხოლმე გამორჩეული, რომ მხოლოდ აქ ეძლევა ადამიანს, მოქალაქეს საკუთარი პოზიციის გამოთქმის შესაძლებლობა და მინდა დაგარწმუნოთ, რომ დიდი ყურადღებით უსმენენ ამ ტელევიზიას და ამ გადაცემას ხელისუფლების წარმომადგენლებიც და არა მარტო ისინი. ზარია, კვლავ გამარჯობა, გისმენთ? გამარჯობა ილია. მოგესალმებით. მე კი გულნათკენი ვიყავი თქვენზე, მაგრამ მაინც მინდა რომ ჩემი აზრი დავაფიქსირო. მაპატიეთ, სულ სხვა თემა გქონდა და მაპატიეთ. ეს არის ვერაგული, ერთი წუთი გენაცვალე. ეს არის ვერაგული ჩანაფიქრი. სიკეთის მანტიით შემოსილი. რა საქმე აქვს საქართველოს ჯარ დავლა სამშვიდობო, თუნდაც სამშვიდობო მისიის წავიდეს ღაზის სექტორში. ან ებრაელებმა რომელმაც დაიწყეს თვითონ ბრძოლა ღაზის მიმართულებით, რატო სურთ რომ ქართველები წავიდნენ იქ? მე საპირველია ეს ვიდავიდა. დიახ, წინააღმდეგები ვართ. კეთილი. დიდი მადლობა თქვენ ზარისთვის ქალბატონო. ბოდიში უნდა გითხრათ. მახსოვს მე წინა გადაცემაში თქვენ დარეკეთ და სულ სხვა თემაზე საუბრობდით და მე გთხოვეთ რომ იქნებ კონკრეტული გადაცემის თემა შეხებოდით და კი თქვენი სათქმელი მოვისმინეთ და ბოლომდე ვერ დაასრულეთ, ესე გაგითიშეთ და ამიტომ ბოდის გიხდით, მაგრამ თქვენც უნდა გაითვალისწინოთ ეს რომ გადაცემებს თემა აქვს ხოლმე და არ გეწყინოთ ის რომ ბოლომდე ვერ მოგისმინეთ, ვრცელი სათქმელი გქონდათ. 557-88-95-88 ეთერშია ინტერაქტივი, ტელერადიო კომპანია ობიექტივის ეთერში, თქვენ გვისმენთ რადიო 105-სა და 1-ზე, ტელევიზიით მთელ საქართველოში გვიყურებთ და ინტერნეტში სხვადასხვა ვებგვერდზე შესაძლებელია პირდაპირ ეთერის რეჟიმში გვიყუროთ, მათ შორის ობიექტივი.net. ჩვენი ვებგვერდია. აგრეთვე შეგახსენებთ ობიექტივის სოციალურ ქსელებს, ქართული ასოებით უნდა აკრიფოთ ჩვენი არხის სახელი, გამოიწეროთ ჩვენი გვერდები, ყველა სოციალურ ქსელში ვართ და მიიღებთ ბევრ საინტერესო ინფორმაციას. უნდა გაგზავნოს თუ არა საქართველოს ჯარი ღაზას სექტორში. სამშვიდობო მისიაში მონაწილეობის მისაღებად ეს ჩვენი კითხვაა დღეს. და დღესვე გავიგეთ ამ შესახებ, რომ საქართველოს და ისრაელს მოლაპარაკებები აქვთ ამ თემაზე. ზარია, გამარჯობა. ალო, ეთერში ხართ, გისმენთ? რა ჯარი უნდა გაიგზავნოს საქართველოს? სულელები ვარ ახლა თქვენ, რა ჯარი უნდა დიახ. არ არის საჭირო ასეთი აგრესიული ფორმებით შემოსვლა ეთერში, ჩემო ბატონო, უბრალოდ თქვით, რომ წინააღმდეგი ხართ, ყველა გაოცებულია, როდესაც ეს ამბავი გავიგეთ, მინდა დაგარწმუნოთ, თქვენსავით გაოცებული ვართ ჩვენ და ბუნებრივია აქტუალურია ეს თემა, მოიცვა უკვე მთელი ინტერნეტი ამ საკითხმა და განხილვა მიმდინარეობს ამ თემის. და ჩვენ ბუნებრივია, ამიტომ ეთერში დავსვით ეს კითხვა და ლეგიტიმური შეკითხვაა და სწორი შეკითხვაა დამეთანხმებით. ხალხი უნდა წყვეტდეს, როგორ უნდა იმოქმედოს ხელისუფლებამ. ზარია, გამარჯობა. რატომ უნდა გაიგზავნოს? ისეთ ხო ქართველები იმდენი ვართ, რომ საიდან წარმოვიდა ეს აზრი? დიახ. რატომ არ უნდა გაიგზავნოს? თქვენ როგორ უპასუხებდით ამ კითხვას?
არ უნდა გაიგზავნოს. არ უნდა გაიგზავნოს. კეთილი, მივიღეთ თქვენი პასუხი. ღაზაში ომის შემდგომი მშვიდობის შესანარჩუნებლად საერთაშორისო სამშვიდობო ჯარის შეკრება მიმდინარეობს. ერთ-ერთი ქვეყანა, რომელსაც ჯარის გაგზავნას სთავაზობენ, ეს საქართველოა. საქართველო და ვიეტნამი ღაზაში სამშვიდობო ჯარების გაგზავნაზე მოლაპარაკებებს მართავენ. ამის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა ისრაელის ტელეკომპანია მე-12 არხმა. მათივე ცნობით, შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში ისინი შეუერთდებიან, ანუ საქართველო და ვიეტნამი, საბერძნეთს, მაროკოს, ინდონეზიას, კოსოვოს, ყაზახეთსა და ალბანეთს, რომლებიც უკვე დასთანხმდნენ მისიაში მონაწილეობას. საქართველო და ვიეტნამი აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ, ამასაც წერს მე-12 არხი. ზარია, გისმენთ? მოგესალმებით, გამარჯობა. რამდენი წელი გავაგზავნე კოსოვოში, ახალგაზრდებში, რანაცი, ვინ როგორ გადაგიხადა და ვინ გადაგიხადა უდეჭვების ხეთი. ეს ავსიტუმე და ხალხი. კეთილი, გასაგებია თქვენი მოსაზრება აქტუალურ საკითხთან დაკავშირებით 557 88 55 88 ინტერაქტივია პირდაპირ ეთერში, ჩვენი შეკითხვა კი ძალიან მარტივია. უნდა გაიგზავნოს თუ არა ქართული ჯარი ღაზას სექტორში სამშვიდობო მისიაში მონაწილეობის მისაღებად. ზარია, გისმენთ? დიახ. მადლობა, გავიგეთ თქვენი სათქმელი, არავითარ შემთხვევაშიო ბრძანა ქალბატონმა. ყველას მოსაზრება საინტერესოა. რას ეტყოდით ხელისუფლებას, რა გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, იქნებ გადაწყვეტილება უკვე მიღებული აქვთ კიდეც, მაგრამ ჯერჯერობით ამაზე საჯაროდ არავის უსაუბრია. ზარია ეთერში, გისმენთ ყურადღებით. მისმენთ მე? დიახ, ეთერში ხართ, გამარჯობა. მოგენასწავლეთ, ძლიერს გამოვედი. მიხარია. მე ძალიან მოყვარული ვარ, უნორმოდ მოყვარული ვარ ჩემი სამშობლოში და არ უნდა გაიგზავნოს. მე ამას ვპასუხებ, რატომ არ უნდა გაიგზავნოს? იმიტომ რომ ჩვენ ვართ ძალიან ცოტანი და უდიდესი კულტურის წევრი ვარ, უნდა გადავწეთ ჩვენ და იქ მიდიან ჯანმრთელები. ჩვენი ასეულობით ვაჟკაცები დაიღუპენ ავღანეთში, დაიღუპენ რუსეთის ომში ნახევარი მილიონი, დაიღუპენ სადარყოფ დადიან კიდე ხო? რავი, იყო კიდე აქეთი შემთხვევები და არ უნდა გაიგზავნოს. ასეთი დედა არ გავხსნეს და ჩვენ უნდა ვჭედეთ დაბოლები ისრაელები. ამდენმე მოვა აქ დაფიქრა მიუშერეთ და რამაშკაცები დაგოწოდნენ ავღანეთში. არ უნდა გაიგზავნოს. მადლობთ, გასაგებია თქვენი პასუხი მიღებულია. პირდაპირ ეთერში ვართ, ეკრანზე მითითებულ ნომერზე შეგიძლიათ დაკავშირება თქვენი პოზიციის გამოსახატად. რადიო მსმენელისთვის კი ნომერს გავიმეორებ 557 88 55 88. გამარჯობა, ეთერში ხართ, გისმენთ? გამარჯობა. დიახ. ჯარი არ უნდა გაიგზავნოს, მაგრამ ხალხი თუ გეწოდება რაღაცა პროდუქტი გაუგზავნა, რაღაცა მონიტორინგს ნაკეთებდა და დასაბუთებად ეს გამიერთებოდა ჯარი და უმჩი ჩამახული რაღაცა. დიახ. მე აკრინგონია. კეთილი, დიდი მადლობა თქვენს არისთვის. როგორც ჩანს, ისრაელისა და პალესტინის ეს ომი დასასრულისკენ მიდის და ომის შემდგომი მშვიდობის შესანარჩუნებლად იქმნება სამშვიდობო მისია, რომელიც არაერთი ქვეყნისგან იქნება წარმოდგენილი და მათ შორის საქართველოსთანაც მიმდინარეობს მოლაპარაკებები, რომ ღაზაში გაგზავნოს ჯარი. აი ეს ინფორმაცია ვრცელდება დღეს, მე-12 არხი ავრცელებს ამ ცნობებს ისრაელში მოქმედი ტელეარხი. უნდა გაიგზავნოს თუ არა ქართული ჯარი ღაზას სექტორში. გისმენთ? ეთერში ხართ, გისმენთ? ეთერში ხართ, ტელევიზორს თუ არ გამოურთავთ ხმას, ვერ გავიგონებთ ერთმანეთის საუბარს. გესმით ახლა? ახლა ისმის, დიახ. მოგესალმებით, გამარჯობა. რა თქმა უნდა, წინააღმდეგი ვარ, საქართველოს უნდა დაიცვას საქართველოს მოსახლეობა. ღაზას ებრაელებმა უნდა დაიცვათ თავიანთი ქვეყანა.
ეს თქვენი გადაცემიდან ვიცით რომ შეიძლება ვერაფერი ისეთი მნიშვნელოვანი ვერ გააკეთოთ, მაგრამ როგორც მეგაფონის გამოვიყენეთ და მივმართოთ ჩემს თავრობას. ჯერ ჩემ თავრობა რა, მაგრამ თავრობას. დიახ. ყველა სრულიად საქართველოს დედები აუგზგებით და ჩვენ შვილებს დავიცვათ. აუცილებლად. იცით რა არის? ბატონმა ბიზინა ივანიშვილმა ებრაელებს შეფისა, რომ ჩემი მეორე სამშობლოა. ამიტომ თავისი მეორე სამშობლო დაიწყო თავისი 4 შვილი და შვილები და ცოლ-შვილი. ჩვენი შვილები დაიცავენ ჩვენ საქართველოს. სასტიკი წინააღმდეგები და ამას არ დავტოვებთ დედები, საქართველოს სრულიად საქართველოს დედები. კარგად ზანდებოდი. კარგად, დიდი მადლობა ზარისთვის, გასაგებია თქვენი პოზიცია. აქვე ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ჩვენი ქვეყანა ახლა ნახევრად საომარ მდგომარეობაში იმყოფება, ხომ? თითქოს ეს ყოველდღიურ ცხოვრებაში არ ჩანს, მაგრამ ორი დაკარგული დროებით დაკარგული რეგიონი გვაქვს, რომელზეც კონტროლი არ არსებობს. ეს ნიშნავს ნახევრად საომარ მდგომარეობას. მით უმეტეს ახლა ცხინვალთან დაკავშირებით რაც ხდება, ხომ უფრო და უფრო მეტი საუბარია იმაზე, რომ რუსეთმა შეიძლება საერთოდ მიიერთოს ეს რეგიონი ჩვენი ქვეყნისა. ძალიან დიდი სიფრთხილეა საჭირო ყველა მიმართულებით, ყველა თვალსაზრისით ხელისუფლების მხრიდან. რომ პირველ რიგში ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა უნდა აღვადგინოთ და ამ კუთხით არის მოქმედება საჭირო, მშვიდობიანი მოქმედება საჭირო, რასაკვირველია და შემდეგ უკვე სხვა საერთაშორისო მისიები და საკითხები. ზარია ეთერში გისმენთ, გამარჯობა. გამარჯობა ბატონო. მოგესალმებით, დიახ. საქართველოს ვინ კითხავს ამ ომს და ამ მშვიდობას. მაგრამ თქვენ დიდი მეფხები, დიდი მგლები უბრალოდ. ეს ახალ გამოყენებული საქართველოს ფესკაშარის. კარგია, მაგრამ მშვიდობა თუ დაიცავენ, მაგრამ დაიცავენ ქართველების მშვიდობა შეძლებს, მაგრამ ეს ერთი და მეორე კიდე საქართველოს შენ ვინ მოგცა შვილი და საკარგას. დიახ. მადლობა დიდი ზარისთვის. მადლობა რომ დაგვიკავშირდით. სოციალური ქსელებითაც როგორც უკვე გითხარით იწერება კომენტარები, რამდენიმეს გაგაცნობთ. ეს დაუშვებელი და დანაშაულიაო წერს ერთ-ერთი ქალბატონი, არავითარ შემთხვევაშიო წერს კიდევ ერთი ბატონი. წინა ხაზზე თავრობა დადგესო ასეთი კომენტარიც არის, უნდა გაიგზავნოს აუცილებლად, იმიტომ რომ ჩვენი ჯარისკაცებისთვის მნიშვნელოვანია ახალი გამოცდილების მიღებაო წერს კიდევ ერთი. ზარია ეთერში გისმენთ, რას ფიქრობთ თქვენ? ჯერ დაფეხმარო. და მე ჩვენ დავიხმარო. ხო. ჩვენ უნდები ჩოჩა, ნადლერი, გაგრა, ლესონიცე, კანტიადი, ტუაფე, თოხუმი ოჩამჩირი, გარი, დასაბრუნებელი და სამართაბლოს მატემატიკაში ყოლა, მაგრამ ისნოინაკი. დასაბრუნებელი, მოდი ეს გადავეხმარო და მე ყველანაირად დამეწოდა და მინახავ. და ყველა დავეხმარო და ყველა მიზოხმარო. და პირველ რიგში მოდი დავეხმარო. მოდი სამწოლად. მე კი ბატონო თუ ისე დამეხმარები მე დავიმარჯვე. აუცილებლად ეს შემოწევდები. მადლობთ, გავიგეთ თქვენი სათქმელი. კიდევ რამდენიმე კომენტარს გაგაცნობთ. დასახმარებლად უნდა წავიდნენ ჩვენი ჯარისკაცები, საომრად კი არაო. ამბობს ქალბატონი ლარისა, რომელიც წერს კომენტარს. კიდევ ერთი კომენტარია, ვინც დაიწყო ომი, მშვიდობაც მან დაამყაროს, ჩვენ არაფერ შუაში ვართ ამასთანო. რასისულელეა წერს ერთი ავტორი Facebook-ში, რის ფასად უნდა წავიდნენო? არა, არ ვარ თანახმაო. ზარია ეთერში გისმენთ? გენაცვალე. ჩვენ გვინდა კიდე ომში წავსვათ ჩვენ ქართველი ახალგაზრდები. რატო უნდა წავიდეთ საქართველოდან ჯარი? რატო მეთქები? რატო? მადლობთ, გასაგებია თქვენი სათქმელი. დღეს გავრცელდა ახალი ინფორმაცია, რომელიც გადასცა ისრაელის მე-12 არხმა. ამ ინფორმაციაში ვგებულობთ, რომ ომის შემდგომი მშვიდობის შესანარჩუნებლად ისრაელი
ფორმირებას ახდენს საერთაშორისო სამშვიდობო მისიისა, რომელიც ღაზას სექტორში უნდა ჩავიდეს და საქართველოსთანაც მიმდინარეობს ამ საკითხზე მოლაპარაკებები. ვგებულობთ მე-12 არხის ინფორმაციაში. ჯერჯერობით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს არ გაუკეთებია ამ თემასთან დაკავშირებით განცხადება. უნდა გაიგზავნოს თუ არა ქართული ჯარი ღაზას სექტორში, რას ფიქრობთ, გისმენთ? ჩემი აზრით არც ერთ შემთხვევაში არ უნდა გაიგზავნოს. იმიტომ რომ ის ნეიტრალურ პოზიციას ჯარი ვერ დაიკავებს და იმ ხალბატონმა რომ ბრძანა რომ დასახმარებლად უნდა გაიგზავნოს, რომელ მხარეს უნდა დაეხმაროს, საინტერესოა. ხო. მეორე მხარესთან მიმართებაში ხო გამოვა ის ჩართული. კი. არც ერთ შემთხვევაში. იმიტომ რომ ჯერერთი ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს პოზიციები ამ სახელმწიფოსი. და მეორე, ჩვენ თვითონ გვაქვს ძალიან დიდი მოუგვარებელი პრობლემები, ბატონო ილია. ჩვენ ქვეყანას უნდა მივხედოთ პირველ რიგში. კი. და იმაზე ვიზრუნოთ, ხარ იმ დაგვეხმარება, ვინ იქნება. კი, გეთანხმებით. ჩვენ და რუსეთს შორის ჩვენ მხარეს დახმარების პოზიციაში. არც ერთ შემთხვევაში, არც ერთი ჯარისკაცი და რაც შეეხება თურმე უნდა მიიღონ გამოცდილება, დიდი გამოცდილება აქვს ჩემ ჯარს მიღებული. ავღანეთში, აფრიკაში, წევრი ქვეყნებში, პასუხად რა მივიღეთ? რა დახმარება მივიღეთ? არაფერი, ხო? ამიტომ ეგ არის რომ მართლა დაჭირვების გამოც მიდიოდნენ ბიტები თორე არც ერთ შემთხვევაში ქვეყნიდან არცად არ უნდა წავიდნენ, მით უმეტეს იმ რეგიონში. იმ ხელ ვითომ ესლა კარგი რამისთვის რატო არ გვეძახიან, საინტერესოა. ჯარი უნდა გაუგზავნოთ იქ. არც ერთ შემთხვევაში და ეგ ეხლა თუ ჩაერევა მაგალითად ამერიკის შეერთებული შტატების და დაავალებენ, მაინც არა ეს სასაკლაოზე არც ერთ შემთხვევაში ჩვენი ბიჭები არ უნდა გაუშვან. გასაგებია. პირებით უნდა დავიცვათ ჩვენი ბიჭები. მადლობა საარისთვის, გასაგებია. სოციალურ ქსელში აზრთა სხვადასხვაობა და დაპირისპირებებიც კი მოხვა ამ საკითხს, რომელიც ეთერის დაწყებამდე სულ რაღაც 1 საათით ადრე გავრცელდა. და ცხელი ინფორმაციით შემოვედით, ასე ვთქვათ, დღეს ობიექტივის ეთერში, რომ იგეგმება ყოველ შემთხვევაში მოლაპარაკებები მიმდინარეობს საქართველოსთან, რომ ჩვენი ჯარი გაიგზავნოს ღაზას სექტორში სამშვიდობო მისიაში მონაწილეობის მისაღებად სხვა ქვეყნებთან ერთად. და ამას ამბობს ისრაელის ტელევიზია. საინტერესოა, რას ფიქრობთ თქვენ, ზარია ეთერში, მოგესალმებით. გამარჯობა. არც ერთ შემთხვევაში არამითარ შემთხვევაში ეს არ უნდა მოხდეს. დიახ. გასაგებია. დიახ. კეთილი, მადლობა. ჩვენ უნდა დავეხმაროთ ისრაელს და მშვიდობა შევინარჩუნოთ ამ რეგიონშიო, წერს ერთ-ერთი ავტორი Facebook-ში. არასდროს არ უნდა მოხდეს ესო. ჩვენ ყველასთან გადავყვებით და მერე უმადურები გრჩებიანო, წერს ქალბატონი დალი. ისრაელი იზოლირებული ახლა ამ ეტაპზე და მას სჭირდება საქართველოს თანადგომაო, არც ერთ შემთხვევაშიო, ესეთი კომენტარები იწერება სოციალური ქსელების მეშვეობით. არა მშვიდობა სოფლიოს, სიმშვიდე პალესტინასო, ამბობს ერთ-ერთი ქალბატონი, ვინც ეხმაურება ამ თემას. არა ჩვენი შვილები და შვილიშვილები და ძმები, ნათესავები საქართველოში უნდა იყვნენ, კმარა სიკვდილი, კმარა ცრემლები, კმარა ეს ყველაფერი. არა და არაო, წერს სოციალურ ქსელში ერთ-ერთი ავტორი 557-88-55-88. ახლა ხაზი თავისუფალია, შეგიძლიათ გამოხვიდეთ ეთერში და ბრძანოთ თქვენი პოზიცია, უნდა გაგზავნოს თუ არა საქართველოს ჯარისკაცები ღაზას სექტორში სამშვიდობო მისიაში მონაწილეობის მისაღებად. ზარია, გამარჯობა. თქვენ ეთერში ხართ, დაიწყეთ საუბარი, გისმენთ? ალო. გისმენთ? არ უნდა წავიდეს არავის შემთხვევაში. არ უნდა წავიდე. რატომ? არ უნდა წავიდეს. არ უნდა წავიდეს. ასეთია თქვენი პოზიცია. რა ღაზა ხომ არ გადაირევნენო, წერს სოციალურ ქსელში ერთ-ერთი ავტორი. არ უნდა წავიდეს ჩვენი სამხედრო ძალები ღაზაშიო, რა თქმა უნდა, არავითარ შემთხვევაში. ვეთანხმები, აუცილებლად უნდა გავაგზავნოთ ჯარი ღაზაშიო, წერს კიდევ ერთი მომხმარებელი ინტერნეტში. ზარია, გისმენთ? არავითარ შემთხვევაში ეს რა მოიგონეს კიდე.
როგორ შეიძლება ისე დაკანჯულია მთელი ახალგაზრდობა, მთელი ბავშვები, ძლივად გაიდნენ სამწუხარო პირობაში. Simțile de hotărâre, ეხლა კიდე ჯარი, არავითარ შემთხვევაში. დიახ, მადლობთ გასაგებია თქვენი სათქმელი. საქართველოს არავინ დაუფასა ის ხვაწლი, რომელიც საერთაშორისო მისიებში გავიღეთ, უნდათ ჩვენი დამონებაო წერს ერთ-ერთი ბატონი. სისულელეა რა უნდა ჩვენს ჯარს ღაზაშიო, ასეთი კომენტარიც ხვდება. ზარია გამარჯობა, გისმენთ? ალო მოგესალმებით, გამარჯობა. პირველ რიგში თვითონ ფილები გაუშვათ. თვითონ ფილება ვიქარო პროსობა, ინესტრები, იქრიციან. თავად ფილებდა თვითონ წავიდნენ და მე წავალ შეწკიდო. დიახ. მადლობა. მადლობა. არა და უნდა გაუშვათ ერთი სასიკვდილო ჩვენი ბავშვები. დიდი მადლობა. ხაზაში ომის შემდგომი მშვიდობის შესანარჩუნებლად საერთაშორისო სამშვიდობო ჯარის შეკრება მიმდინარეობს. ქვეყანა, რომელთანაც ეს მოლაპარაკებები მიმდინარეობს, აგრეთვე საქართველო და ვიეტნამი არიან ის ქვეყნები, რომლებსაც ჯერ ოფიციალური პასუხი არ გაუწიათ ამ შემოთავაზებასთან დაკავშირებით. თუმცა მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ზარია, გამარჯობა. გამარჯობა. მოგესალმებით, გამარჯობა. ავღანისტანში რომ ვიყარეთ ქართველი ბიჭები არაფრისთვის და თურქიის კუბოით გამოანგრიავდნენ იქიდან სახლებში დაბრუნდნენ ეს უნამუსო ხალხი ეს მთავრობა კარგად თქვა წინარემ სმენელმა ჯერ ყველა მთავრთავისი შვილები გააგზავნოს პირველ მთავრობაში და მე მეხედავ ჩვენს ეს უნამუსოები ეს როგორ გამეგენ რაფერ გამეგენ საწოდავად უჭმელად გაზრდილი ბიჭები მაი უსინდის ხალხი აბა სიძულვის ენასწერა საშინელენას ვიწყვის სიცოცხლე მადლობთ დიდი მადლობა გავიგეთ თქვენი მთავარი სათქმელი ამ საკითხთან დაკავშირებით როგორც უკვე გითხარით, დაპირისპირებული მხარეებიც არსებობს სოციალური ქსელებით ამ საკითხთან დაკავშირებით, ერთ-ერთი წერს, რომ ჩვენ მსოფლიოს ნაწილი ვართ, საერთაშორისო საზოგადოების ნაწილი ვართ და მსოფლიოს ცხოვრებაში და მშვიდობის დამყარებაში უნდა მივიღოთ მონაწილეობა აუცილებლად. სხვა გზა არ გვაქვს ეს გავაცნობიეროთ. კიდევ ერთი მომხმარებელი წერს, რომ წინააღმდეგია ამ ყველაფრის. არა, არ უნდა გავაგზავნოთო. ზარია, გამარჯობა. ჯობია მათ. დიახ. ალო. ეთერში ხართ, გისმენთ? გამოურთეთ ხმა ტელევიზორს. საქართველოს აღარ აქვს სხვა ქვეყანაში დასაკარგი შვილები. ჩვენ თავრობას ის უნდა რომ თელი ქართველი ახალგაზრდა ამოწმეს, რომ თავისუფლად იპარპაშოს და შემოყაროს უცხოთომები. მაგრამ ხალხი უნდა დავდგეთ, მაგრამ და არავითარ შეცვლაში უნდა გავუშვათ ჩვენი შვილები. დიახ. კეთილი, მადლობა თქვენ ზარისთვის. სტუდიის ტელეფონის ნომერია 557 88 95. შეკითხვა გვაქვს ასეთი, უნდა გაგზავნოს თუ არა საქართველოს ჯარი ღაზას სექტორში სამშვიდობო მისიაში მონაწილეობის მისაღებად. რის შესახებაც დღეს ვგებულობთ, რომ თურმე მოლაპარაკებები მიმდინარეობს ქართულ ოფიციალურ პირებთან. ზარია ეთერში. ალო. დიახ. გისმენთ? თუ შეიძლება მომიწმინეთ. როგორ შეიძლება ამისთან რაღაცას ამბობთ, რომ ჩვენი ბიჭები ისრაელში მოწავედნენ საომრად. გაჭირვებით გავზარდეთ, თქვენ ხო იცით რა პირობებს იზრდებიან და ახლა იქ მომონ რატომ? ხა? ერთი თითქოს ბავშვი გავზარდე და ისრაელში გავშა საომრად. ვისაც უნდა წავიდე. არავითარ შემთხვევაში ეს არ მოხდება. დედები და ბებიები დაგვიყვანეთ. ვეყოფა ამდენი მსხვერპლი. ვეყოფა. რაც მეორე მსოფლიოში შეიწირა ჩვენი ხალხი ახლა თვითონ კინკირა ბავშვი გავზარდეთ გაჭირვებით ჩიმჯილით და ახლა გინდა დაგვეხოცოთ იგა. ჰა? ავისუფლება ვისა. მადლობთ ქალბატონო რომ დაგვიკავშირდით, ემოციური ზარი იყო საკმაოდ. ინტერაქტივი შეკითხვა შეგახსენებთ, ვინც ახლა შემოგვიერთდა, უნდა გაგზავნოს თუ არა საქართველოს ჯარი ღაზას სექტორში
ომის შემდგომი მშვიდობის შესანარჩუნებლად, ანუ სამშვიდობო მისიაში, რაზეც მოლაპარაკებები მიმდინარეობს ისრაელსა და საქართველოს შორის. ამ ინფორმაციას აქვეყნებს და ავრცელებს მე-12 არხი, რომელიც ისრაელში მაუწყებლობს. სტუდიის ტელეფონის ნომერი 557-88-55-88 გახლავთ, შეგიძლიათ შემოხვიდეთ ღია ეთერში. თავისუფალი ეთერია ეს, ნებისმიერ პოზიციას მოვისმენთ. ზარია ეთერში, გისმენთ. დაიწყეთ საუბარი, თქვენ ეთერში ხართ, ოღონდ ხმა გამოურთეთ ტელევიზორს, ბოლომდე. ძალიან ამახელებელი ინფორმაცია, ილია. დიახ. ეს როგორც შეიძლება კაცო, ერთი ავღანეთიდან რამდენი ახალგაზრდა ინვალიდები ჩამოვიდა, რამდენი დაიღუპა, ვინ დაგვიფასა? და ვინმე რამე სასიცეთოდ გაგვიკეთა? დიახ. რამ მდგომარეობაში აფხაზეთი და ოსეთი დაკარგული გვაქვს, ეგეც და საპატრონოა. ჩვენმა ბიჭებმა უნდა იპატრონოს და ვიპატრონოს ჩვენ. ხო და ეხლა მართალი გითხრა, არ არის ეგი მისაღები და გასაბრაზებელიცაა. ისე რომ მართალი გითხრა, მე თვითონ წავალ და ბიჭების მაგივრად იქ დავდგები. თუ ასე აუცილებელი იქნა, მე მოხუცებული კაცი. საკმარისია, კაცო, ასე აგდება ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ხალხის, ჩვენი ახალგაზრდა ბიჭების, რომლებიც მის ქვეყანას უნდა იცავდეს. და ვერ ვახერხებთ იმას, რომ დავიბრუნოთ აფხაზეთი და ოსეთი. ხო და ხაზახეთში რა ჯადაბადა უძაფცენია. მადლობთ, ქალბატონო. დიდი მადლობა თქვენი ასე ვთქვათ, ასეთი გულთბილი, გულიანი სათქმელისთვის ახალგაზრდების და ჯარისკაცების მიმართ. 557-88-55-88 საქართველო და ვიეტნამი აღნიშნული ინფორმაციაზე კომენტარს არ აკეთებენ, დასძენს მე-12 არხი. მათივე ინფორმაციით მიმდინარეობს აქტიური მოლაპარაკებები საქართველოსთან და ვიეტნამთან ჯარების გაგზავნის თაობაზე. შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში ისინი შეუერთდებიან საბერძნეთს, მაროკოს, ინდონეზიას, კოსოვოს, ყაზახეთსა და ალბანეთს, რომლებიც უკვე დასთანხმდნენ მონაწილეობას ამ მისიაში. ზარია ეთერში, გისმენთ. სამწუხაროდ გაითიშა. ღაზაში ომის შემდგომი მშვიდობის შესანარჩუნებლად საერთაშორისო სამშვიდობო ჯარების შეკრება მიმდინარეობს და ერთ-ერთი ქვეყანა, რომელთანაც საუბარი მიმდინარეობს, ეს საქართველოა. დღეს ვგებულობთ ამ ინფორმაციას მე-12 არხისგან, რომელიც ისრაელში მაუწყებლობს. ზარია, გამარჯობა. გამარჯობა ბატონო. მოგესალმებით ბატონო. გიდასტურებთ ჩემ პატივისცემას. აგრეთვე მიიღეთ ჩემგანაც დიდი პატივისცემა. აი მინდა კითხოთ, თქვენ რომ ბრძანეთ, რატო არ უნდა წავიდეს ერთ-ერთ რესპონდენტი? კი ბატონო, აი მე გითხებით, რატო უნდა წავიდეს? მე იცით რა, არგუმენტები რომ ბრძანოთ, იმიტომ დავსვე ეს შეკითხვა, არ ნიშნავს რომ ჩემი აზრი აქვს. მესმის შემოკარგო. ნუ მე ალეგორიული კითხვა დავსვე. კი ბატონო. ამ მატრაბაზობას ქართველი როდის უნდა შეეშვა? საერთაშორისო ვალდებულება. ბიჭო, ჩვენი თავი გაგჭირებია. ეგრე გვაქვს საქმე, რომ აი ღა დაგჭა გასაკეთებელი და დანარჩენი ყველაფერი მოგვარებული გვაქვს. სადაც იყვნენ ჩვენი ვაჟკაცები და სადაც ამოხოცეს და სისხლი დაღვარეს, ვინმე მადლობა თქვა და ვინმე დაგვიფასა. მრავალმილიონიანი სახელმწიფოები, აგერ ამერიკა, ევროპა წავიდნენ რა. ვისაც ეს ინიციატივა გაუჩნდა აზრად. თავის ოჯახის წევრები გაუჩვენ მაშინ რა კაცო. გვაკლია ჩვენ სისხლი და ომი და უბედურობა კაცო. კი. უკაცრავად, მაგრამ მადლობა. მე თითქოს 40 წელი ვიმსახურე და ვიცი ეს რა და როგორ არის და რისთვის არის და არანაირი ვალდებულება კი არა, არამც და არამც არმა წავიდეს ქართველი არსად, სადაც უცხოეთში საბრძოლო მოქმედებები ხდება. ჩვენ თავს უნდა მივხედოთ. ბოლოს და ბოლოს უნდა ვეყუდნოდეთ საკუთარ თავს. მადლობა თქვენ ზარისთვის. ვინ დაგვიფასა სხვა მისიებში რომ მივიღეთ მონაწილეობაო, წერს სოციალურ ქსელში ერთ-ერთი ადამიანი და სხვათა შორის ამას ბევრი ამბობს. არ ვარ თანახმა, წერს ქალბატონი როზა. თანახმა ვარ, ეს აუცილებელია, წერს დიმიტრი. არა, მშვიდობა მათი მშვიდობა ჩვენი საქმე არ არის, თუმცა ვუსურვებ მშვიდობას პალესტინასაც და ისრაელსაც. ზარია ეთერში, გისმენთ, გამარჯობა.
ალო გამარჯობა, რა სიტყვით? გამარჯობა. გამარჯობა დიახ. რაც ვიტყვი და თავისი შვილები წაიყვანო და თვითონ დადგენ წინახალზე ამ ჩვენ ბიჭებს თან გაანებო ისე ძალიან მიკვირდა სოფიქროდი ხოლმე რომ ახალს რაც მოიგონეს შესთავრობა და მოიგონა კიდევაც ახალი რაღაცა მადლობა თქვენს არისთვის მეც როდესაც რამდენიმე საათის წინ 2 საათზე ნაკლების წინ ეს ინფორმაცია წავიკითხე, გამიკვირდა ძალიან, სრულებით მოულოდნელი იყო ჩემთვის და საზოგადოებისთვისაც როგორც ამ ეთერიდან ჩანს, მართლაც მოულოდნელი რამ არის ეს ვერც კი წარმოვიდგენდით, რომ აი ასეთი თემა შეიძლება გამჩნდარიყო დღის წესრიგში. სულ სხვა თემაზე ვგეგმავდით დღეს ინტერაქტივს სხვათა შორის, მაგრამ ეთერის შემოსვლამდე უცებ შევცვალე, ვინაიდან ეს ინფორმაცია გავრცელდა. ზარია, გისმენთ? გამარჯობა ბატონო ილია. მოგესალმებით ჩემო ბატონო, დაიწყეთ გისმენთ. რა ძნელია კაცო გამოსულა თქვენთან. გეთანხმებით. მე არ ვარ მომხრე და ძალიან ბევრი ადამიანი არ არის მომხრე რომ წავიდონ იქ ჩვენი ბიჭები. ახლა ვინ წავიდონ იცი? ვინც მოითხოვდა უკრაინაში ჩარტერულ რეისებს, ვისაც წასვლა უნდა და აი ისინი წავიდონ თუ უნდა ახლა. ხო ითხოვდნენ უკრაინაში ჩვენი ბიჭების გაგზავნა. ახლა ისინი წავიდონ. შეიძლება ასე კარგად, გასაგებია თქვენი სათქმელი, უნდა გაიმგზავროს თუ არა ქართული ჯარი ღაზას სექტორში ომის შემდგომი მშვიდობის შესანარჩუნებლად, სწორედ ასეთ სამშვიდობო მისიაში ჩასართვლად რამდენიმე ქვეყანა, არაერთი ქვეყანაა უკვე დათანხმებული ამ ყველაფერს, საქართველო კი ჯერ ოფიციალურად პასუხს არ ავრცელებს და არ ამბობს პასუხს. მიმდინარეობს მოლაპარაკებები ისრაელთან, ეს ვიცით მხოლოდ ხაზი თავისუფალია ახლა თუ გსურთ დაკავშირება, მინიშნებას ვაძლევ იმ ადამიანებს, ვინც გვსაყვედურობენ ხოლმე რომ გამოსვლა ძალიან ძნელიაო და მართლაც ხშირად ძნელია ჩვენთან დაკავშირება, იმიტომ რომ იტვირთება ხაზები, როდესაც ერთ ნომერზე ერთდროულად რეკავს არაერთი ადამიანი. 557 88 15-88 პირდაპირ ეთერში ვართ, ეს ინტერაქტივია და ვსაუბრობთ იმ ახალ ინფორმაციაზე, რომელიც ეთერში შემოსვლამდე 1 საათით ადრე შევიტყვეთ. ზარია, გამარჯობა, გისმენთ? გამარჯობა ბატონო. მოგესალმებით. პალესტინა მართალია ისრაელის წინა. ისრაელი დამნაშავეა პალესტინის წინაშე. ეს ერთი. მეორე, ჩვენი გვაქვს ჩვენი ტერიტორია გვაქვს, ჩვენი თავი გვაქვს, ჩვენი ფერი, ჩვენი ყველაფერი ჩვენსაც მიუხედოთ. ხო. კარგით, გასაგებია თქვენი აზრი, თუმცა ვერ დაგეთანხმებით, რომ ახლა ისრაელი მტყუანია, ან პალესტინა მართალია, ან პირიქით ვერ ვიტყვი ამას. ჩვენ ვიცით ეს ომი როგორ დაიწყო, მაგალითად მიმდინარეობდა ფესტივალი, ამ ფესტივალზე ღაზას სექტორიდან შემოიჭრნენ შეიარაღებული ჯარისკაცები, ამოხოცეს ხალხი, დანარჩენი ტყვედ წაიყვანეს და ბუნკერებში გამოკეტეს და ამის საპასუხოდ დაიწყო ისრაელმა ეს თავდასხმა ღაზას სექტორს. და იმანაც ამოხოცა შემდეგ ადგილობრივი ხალხი და ასე ვთქვათ, ცალსახად ძნელია თქვა, რომ ესაა მართალი თუ ის მტყუანი. ზარია, გამარჯობა. გამარჯობა მოგესალმებით. ისი საინტერესო. საქართველო რა კრიტერიუმებით შეირჩა ამ სამშვიდობო მისი მიჭირს გითხრათ პასუხი. იმიტომ რომ თვითონ აქვს ტერიტორიული პრობლემები, აგერ რუსეთს ოკუპირებული აქვს ორი რეგიონი, ჩვენი საკითხი გადაგვიწყებია და ავღანეთში რო იმონდეს ჩვენმა სამხედროებმა და აფრიკაში რა მივიღეთ ამის მით უმეტეს რომ ისრაელმა ბოლო რეზოლუციასაც არ დაუჭირა მხარი ჩვენი დევნილების დაბრუნების შესახებ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში. რატომ უნდა წავიდნენ ჩვენი ჯარისკაცები იქ? თუ სამშობლოს ჭირდება და სამშობლოს გამოადგებიან კი, მაგრამ აი ისე რატომ უნდა ჩავი რა ალტრუიზმიდან გამომდინარე თუ მარტო მხოლოდ ამისი აი ეს მაინტერესებს. მადლობა ქალბატონო თქვენს არისთვის, ინტერაქტივს ვასრულებთ, დრო ამოგვეწურა.
შეიძლება ითქვას პირდაპირ, რომ ჩვენი მაყურებლების და რადიომსმენელების 99%-მა ერთი ზარი იყო, თუ არ ვცდები, რომელიც თანახმა იყო, რომ ჯარი გაიგზავნოს ხაზას სექტორში, თქვა, რომ წინააღმდეგია ამ ყველაფრისა. ანუ აბსოლუტურმა უმრავლესობამ. ილია ჩაჩიბაია უძღვებოდი დღევანდელ გადაცემას, მე ორშაბათამდე გემშვიდობებით, დიდი მადლობა ყურადღებისთვის.